მოგესალმებით საყვარელი მაყურებლებო, გამომწერებო და არქესტურებო, ახლა გაგიკეთებთ გაშლას. რატო არ ასაჯაროვებს ურთიერთობას და საერთოდ რას აპირებს? ვარიანტი გვექნება ორი, კარგად მოусმინეთ დახასიათებას, რომ არ აგერიოთ თქვენია თუ არა ვარიანტი და ერთი თხოვნა კიდევ არ უყუროთ ვინც მიზეზის და ძიცით, ვის პარტნიორსაც ყავს თქვა მეუღლე, ხდება ასეც ხო, ან ვინც ისედაც იცით მიზეზი, ან ვინც დაცილებულები ხართ 2 და 3 წლის, იმათმა არ უყუროთ. ვიყოთ ადებატურები. დავიწყოთ პირველი, მეორე ვარიანტი. შეიფიქრეთ. ნახოთ პირველი ვარიანტი, რა ენერგიებში ხართ თქვენ? თქვენ მოძრაობაში ხართ. რაღაცა მანიპულაციებს მიმართავთ. თქვენ იმპერატრიცა ხართ. ძალიან თავდაჯერებული. თქვენ შეფქებული პარტნიორი შეიძლება იყოს წყლის სტიქია, ან ენერგიები გქონდეს ესეთი რბილი, რომანტიული. ნახოთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი რა ენერგიებშია. ფიქრობს. ლოგიკურ აზროვნებას მიიღო ხელი. ერთადერთი რაც არ მომწონს, ქალურ ენერგიებშია ხმლის დედოფალი ამოვიდა აქ და არა მეფე. ანუ ეს რას ნიშნავს? ცოტა მისი ლოგიკა, ქალების და კაცების ლოგიკა ძალიან განსხვავდება, ხო? ზოგადად. არ ვიცი რატო ასე. კიდე რა ენერგიებშია, რაღაცის დასრულება, რაღაც ციკლი დაიხურა მის ცხოვრებაში, ისი ციკლი უმოქმედობის ციკლი და რა დაიწყო? იმპერატორობა, ანუ ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავის ცხოვრება მართოს, თავის ცხოვრების ყველა ასპექტი, მაგრამ ეხლა არის ჩამოკიდებულში, ანუ თითქოს დაიწყო, მაგრამ მაინც ფაქტებით თითქოს ერთ ადგილზეა გაჭედილი, კრიზისშია, ეს შეიძლება იყოს სულიერი, ფინანსური, მენტალური კრიზისი. ვნახოთ თქვენ შორის რა ხდება ეხლა. თქვენ შორის რა ენერგიებია. არის გრძნობები, არის ფიქრი და არის რაღაცა გაუგებრობა, რასთან დაკავშირებით. კონფლიქტები. დიდი მიჯაჭვულობა არის თქვენ შორის. თქვენ შეიძლება იყოთ მიწის სტიქია, ან ზოგადად მახასიათებლები გქონდეთ ესეთი, თქვენ რაღაცა ეზოთერიკული შესაძლებლობები შეიძლება გქონდეთ. ან შეიძლება რაღაცა იყოს დაფარული თქვენთვის. თავს იცავთ ეხლა, რისგან იცავთ თავს? გრძნობებისგან. და წასვლისგან, გეშინეთ რომ პარტნიორი წავა? გადავიდეთ ჩვენ კითხვაზე. რატო არ ასაჯაროვებს ურთიერთობას და რას აპირებს საერთოდ? რატო არ ასაჯაროვებს? ხო, კი ბატონო, აქ იმპერატორობა, ანუ პასუხისმგებლობის აღება არის შეჩერებული, ჩამოკიდებულშია. რატო? იმიტომ რომ ეშინია, დეპრესიაშია. რისი ეშინია? გაორმაგება თავისი მხრიდან თუ თქვენი მხრიდან. ეშინია, რომ თავის მხრიდან შეიძლება ყველაფერი დასრულდეს. ანუ ადამიანი თავის გრძნობებში არ არის დარწმუნებული, როგორც გამოდის. კიდევ რისი ეშინია. რომ დამოკიდებული არ გახდეს, რაზე? რომ თქვენ არ წახვიდეთ შემდეგ, ანუ ვარსკვლავი არის შორს. თქვენ არ განცალკევდეთ. აქ ადამიანი ირჩევს, რამდენიმე მიზეზი აქვს თავისუფლებასა და თქვენ შორის თითქოს. კარგით, ნახოთ საერთოდ რას აპირებს ზოგადად, რას აპირებს თქვენთან მიმართებაში.
ნუ აქ ვერ ხედავ, რომ საერთოდ გეგმებში ადამიანს ეს კონდეს, შესაძლოა ოდესმე იქითა მომავალში, მაგრამ ამისგან ჯერ ადამიანი იკეტება, თქვენთან ურთიერთობას აპირებს, მაგრამ ასე რომ რაღაცა აქ სერიოზული არ ჩანს ჯერჯერობით მაპატიეთ. თითქოს როგორც ბედის ბორბალი შეტრიალდება, ეს არის მინდობილი, არ აპირებს არც არაფერი დააჩქაროს, არც არაფერი შეანელოს. ვიხართ მისთვის? ნუ ფიქრობთ, რომ ისედაც მისთვის ძალიან ახლობელი ოჯახი ხართ. კიდევ ვიხართ მისთვის. ადამიანი ვის მიმართაც აქვს გრძნობები, კიდევ ლოდინი, ვისაც ელოდება თუ რა ვერ გავიგე. ნუ ბევრი ილუზიები აქვს და რაღაცა გეგმები აქვს. ესეთი გამოგვივიდა პირველი ვარიანტი, დიდი მადლობა ყველას ვინც მიყურეთ, გადავედით მეორე ვარიანტზე, აქ რა ხდება? აქ ბევრი ფიქრებია. რაღაცა ცივი ენერგიებია. ნახოთ, თქვენ რა ენერგიებში ხართ? თქვენ აქტიურ პოზიციაში ხართ, არ ჩერდებით და ფიქრობთ წასვლაზე. ანუ ეს იქნება თქვენი მხრიდან მანიპულაცია. წახვიდეთ, რომ დააჩქაროთ, რომ დაანგრიოთ. არა, აქ ვიღაცა შეიძლება 10 წელი ელოდება. შიშები გაქვთ, რისი შიშები გაქვთ? აქ თქვენ ტკიპზე ხართ, რომ უარიცხოთ ამ ურთიერთობაზე და არა მანიპულაცია იქნება, ეს იქნება თქვენი შეგნებული გადაწყვეტილება თითქოს. კარგი, ნახოთ, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი რა ენერგიებშია, ილუზიებშია, რაღაცა შანსებზე პოტინება, გზაზეა. შეიძლება პირდაპირ გზებზე იყოს, ხშირად შეიძლება რაღაცა გზას დაადგა, რომელიც მას რაღაცა ჭეშმარიტებამდე სიმართლემდე მიიყვანს. აქაც ბევრს ფიქრობს პარტნიორი. შეიძლება ახლა კონფლიქტებშიც იყოთ და შეიძლება ეს კონფლიქტები ხშირად მეორდებოდეს, შეიძლება ხშირად ცილდებოდეთ და ხშირად რიგდებოდეთ. ნახოთ, რატო არ ასაჯაროვებს ახლა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი ურთიერთობას. იმიტომ რომ ურჩევნია მსუბუქად ვალდებულებების გარეშე, ან კიდევ მეორე ვარიანტია, არის მესამე პირი აქ. არის მესამე პირი? კი. აქ დიდი ალბათობით მესამე პირია, თუმცა მესამე ფაქტორი შეიძლება არ იყოს კონკრეტულად ვიღაც სხვა პარტნიორი, სხვა ქალი, მესამე პირი შეიძლება იყოს, ანუ მესამე ფაქტორი შეიძლება იყოს სამსახური, შეიძლება იყოს ოჯახი, შეიძლება იყოს სამეგობრო, შეიძლება იყოს მსოფლმხედველობა, მენტალიტეტი, ანუ რაღაცა არის, რაც მას ხელს უშლის. და მოდით მაშინ ესეთი კითხვა დავსვათ, პირდაპირ რას აპირებს კი არა, ამ მესამე ფაქტორს მოსპობს თუ არა ეს ადამიანი ოდესმე. აქ შესაძლოა ადამიანზე მაგიური ზეგავლენა იყოს. ყველაზე არა რა თქმა უნდა, მაგრამ ვიღაცებთან ეგრე გათამაშდება და ეს ბოჭავს მას. დედა ეშმაკი. აქ ეს ადამიანი ჯერ გაასუფთავეთ, არ ვიცი, ან ილოცოთ, ან გაწმინდეთ. და შემდეგ უკვე იფიქრეთ რაღაცა მის ნაბიჯებზე, ნუ აი ამ არკანებით მე შემეშინდა უბრალოდ. მართლა, შეიძლება მის რაღაც ადეკვატურ საქციელებს კონდეს ადგილი, შეიძლება კონდეს რაღაცა უეცარი აგრესია, ნუ აქ თქვენ მიხვდებით, რომ ადამიანს რაღაც ჭირს ერთი სიტყვით. მადლობა ყველას, ვინც მიყურეთ, კონკრეტულად თქვენი სიტუაციის გასარჩევად მომწერეთ აღწერილობაში მითებულ ნომერზე, ვიბერზე ან WhatsApp-ზე მომწერეთ. მადლობა ყველას ლაიქებისთვის, გამოწერებისთვის, კომენტარებისთვის და მომაწოდეთ კიდევ რა თემების ნახვა გსურთ. ყველას ძალიან დიდი მადლობა.